სამოქალაქო აქტივისტი ლექსო სამხარაძე სულ რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა 14-დღიანი ტყვეობიდან. სახლის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დაატოვა ცოტა ხნის წინ, სადაც მას დახვდნენ თანამებრძოლები, თანამოაზრეები, მეგობრები და როგორც სამოქალაქო აქტივისტმა იზოლატორის დაატოვების შემდეგ თქვა, 14-დღიანი ტყვეობის შემდეგ ის ახლა ორმაგად ბრძოლის უნარიანია, ორმაგად ბრძოლის განწყობაზეა, ჯერ წავა სახლში და შემდგომ უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება უკრაინიდან საქართველოში სამშობლოში ჩამოსვენებულ ჯარისკაცს ვანო ნადირაძეზეა საუბარი, ის მის თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს დღეს ჯერ აეროპორტში წასვლა, შემდგომ უკვე ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე კვლავ გასვლას და გაპროტესტებას ქართული ოცნების რეჟიმის, რომელმაც ის ციხეში გამოკეტა. ქართული ოცნების წარმომადგენლის დავით მათიკაშვილზე სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ლექსო სამხარაძე 14 ივნისს სახლთან აიყვანეს, მოსამართლეც საცუას გადაწყვეტილების საფუძველზე მას არ განუმარტეს, რატომ აკავებდნენ, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მოსამართლემ მას ადმინისტრაციული 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა და ამის საფუძველზე ის პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცეს და მოიყვანეს წინასწარი მოთავსების იზოლატორში. 14 დღის მერე გამოვედი, ბევრად უფრო ნაკითხი, ბევრად უფრო ნავარჯიშები, ბევრად უფრო დასვენებული და უფრო მოტივირებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი, რომელიც არის ავტორიტარული, გაუშვათ იქ, სადაც მაგათი ადვილია მოსკოვში. სურვილი აქვს, რომ გაგვაჩერონ მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების და სიმართლისთვის ვიბრძვიან, მაგრამ შეუძლებელია ეს გაჩერება, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ვერანაირი რეპრესია, როგორიც არის ფინანსური სანქციები, ტიტუშკების თავდასხმები, სამსახურიდან გამოშვებები, პატიმრობები, ვერ გვაჩერებს მოსახლეობას და პირიქით უფრო მეტად ვიბრძვით და საბოლოოდ დამთავრდება რეჟიმის დამხობით. რეჟიმს დაჭირდა გამომწვევა იმისთვის, რომ დათესოს შიში, დათესოს რამენაირად პანიკა აქტივისტებს შორის და ზოგადად იმ ხალხს შორის, ვინც აპროტესტებთან მარაზმ რუსულ რეჟიმს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება იმის საბაბი და იმის მაპროვოცირებელი, რომ პროტესტის მუხტი ჩავარდეს და რამენაირად უკან დავიხიო. ჩვენთვის უკან დახევა ნიშნავს გარუსეთებას და იმ ორბიტაზე მოქცევას, რასაც ვებრძოლით მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში მოხდა, როდესაც დავით მათიკაშვილი გადაადგილდებოდა ერთ-ერთ საკონდიტროსთან ოლეოლა შეძახილების გამო. მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამოქალაქო აქტივისტს ლექსო სამხარაძეს და როგორც თავად აქტივისტი განმარტავდა, ამის შემდეგ მას აედევნენ ავტომობილით და მიაყენეს კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე. თუმცა ამ ფაქტზე საქმე არავის აღუძრავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენელი თანამდებობის პერიოდში სამოქალაქო აქტივისტს შემდგომ უკვე მოსამართლის ხელით და გადაწყვეტილებით სამოქალაქო აქტივისტებს უშვებენ ციხეში. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.